ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დედაქალაქში, რომელიც ჯერაც მოუგვარებელია დილის და საღამოს საათებში ავტომობილით გადაადგილებაა. საცობები თბილისში ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა და ის ავტომობილთან დაკავშირებული ცხოვრების ნაწილის თამდევი პროცესიც გახდა. თბილისში არსებობს ისეთი კრიტიკული საკვანძო წერტილები, სადაც საცობი არა მხოლოდ პიკის საათის დროს, არამედ მთელი დღის განმავლობაშია. 2014 წლის მონაცემებით თბილისში ავტომობილების რაოდენობა 900,000 აჭარბებს. ეს მაშინ, როდესაც მოსახლეობა 1,300,000-მდეა, ანუ ოჯახზე საშუალოდ 2 ავტომობილი მოდის. ეს კი პარკინგის პრობლემებს ქმნის. ახლა საღამოს პიკის საათის დრო, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი საცობი დედაქალაქის ყველა უბანშია. საცობი ეს სიტყვა ყოველდღიურად საღამოს გვესმის სხვადასხვა ბრუნვაში. სწორედ საცობი იქცა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და მას ვერც მოსახლეობა და ვერც ხელისუფლება ჯერჯერობით ვერაფერს ვერ უხერხებენ. საცობები ძალიან გვაწუხებს. მანქანა მყავს სახში გარაჟში გამოკეტილი. ვერ დავდივარ ესე იგი საცობების გამო. მოვდივარ მეტროთი რო ასე ვიარო. ასე გააკეთოს რამოდენიმე ბევრმა და იქნება ძალიან არაფერ საცობები არ იქნება. მე ტროტუარებზე მაწუხებს. ტროტუარებზე რო არის მანქანები რა, ეგ მაწუხებს. საცობები ბუნებრივია. მე მანქანით ქალაქგარეთ დავდივარ, ქალაქში ვერ დავდივარ უკვე. რომელიც დადიან არასწორად უნდა დაჯარიმდეს იგი. და საცობებს სპეციალურად ვქნიან ზოგიერთები. გადასწრება უნდა ყველას, აი ის რომელიც არ ღვევს მოძრაობის წესებს, ის უნდა დაისაჯოს. საქართველოში მთლიანად მილიონზე მეტი მანქანაა, რაც 30%-ით მეტია 2012 წლის მონაცემებზე. ავტოპარკიდან უმრავლესობა 8 წელს გადაცილებული და 10 წელზე ძველი მანქანაა. თბილისში ოფიციალურად 450,000-მდე ავტომობილია რეგისტრირებული. დედაქალაქში კიდევ ერთი პრობლემაა არასაკმარისი და მოუწესრიგებელი სადგომები, ეგრეთ წოდებული პარკინგები, რაც მცხოვრებს აიძულებს ავტომობილი ტროტუარზე გააჩერონ. ეს კი ფეხით მოსიარულეთათვის დისკომფორტსა და პრობლემებს ქმნის. ამას ისიც ემატება, რომ მცხოვრები ხშირად გზას არ უთმობენ ქვეითებს, რომლებსაც ზებრაზე გადასვლა უწევთ. მეც პირადად რომ მანქანა მყავდეს აუცილებლად ვივლი ჩემი მანქანით, იმიტომ რომ ძალიან ზედმეტად მოუწესრიგებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რა ვიცი, 15 წუთში ერთხელ დადის, არ არის ისუფთავე და ასე შემდეგ. და აქედან გამომდინარე, პირველი რაც უნდა მიხედოს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც ალბათ ცოტათი მაინც შეამცირებს საცობებს. პატრული უნდა ცოტა ამუშავდეს. და ხალხმა უნდა ისწავლოს მანქანის ტარება. ადრე არ წვიმდა თბილისში წვიმის დროს საცობი. უფრო საცობებზე მეტად რუსთაველზე ტროტუარზე მოძრავი მანქანები უფრო გვაწუხებს. ერთი-ორჯერ დამეტაკა ტროტუარზე მანქანა. საქართველოს ავტოპარკს ყოველწლიურად 80-დან 100,000-მდე ავტომობილი ემატება. არასამთავრობო ორგანიზაციების საცობების გამომწვევ მიზეზად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც ასახელებენ. ჩვენ გქონდა რეკომენდაცია რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურული პროექტთან დაკავშირებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები ეს გულისხმობდა სააკაძის მოედანზე ორდონიანი ესტაკადის მოწყობას, უნივერსიტეტის ქუჩაზე ორდონიანი ესტაკადის მოწყობას და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე ჩვენ რეკომენდაციები გქონდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გადამზადებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მათი კვალიფიკაცია დღეს არის ძალიან მინიმალური საცობების პირობებში, ექსტრემალურ სიტუაციაში ისინი ვერ მართავენ სიტუაციას. საკმაოდ სერიოზული პროექტები გვექნება ჩვენ დაახლოებით 4-5 ასე ვთქვათ ცხელი წერტილის მოწესრიგებას ვაპირებთ ქალაქის მასშტაბით. ხოლო რაც შეეხება წლევანდელ პროგრამას, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ წლევანდელი წერილი პირველ რიგში დაგეგმვისათვის, პროექტების შეძენისათვის გამოვიყენებთ და თავისთავად ცხადია, ალბათ ხედავთ, რომ გარკვეულ თბილისის ძალიან ბევრ მონაკვეთში ხიდების, გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საქალაქო ტრანსპორტის მოუწესრიგებლობა პრობლემური თემაა ყველასთვის, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ისე მცხოვრებისთვის. ამის მიზეზი მანქანების სიმრავლე და მცხოვრთა არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა, რასაც სავარაუდოდ საცობების განტვირთვა ვერ უშველის.